სალამ პაპალა. მოგესალმებით. ძალიან ცნობილი ოკუპანტური, საუკუნე არ მოგისმენია. ოკუპანტური გამონათქვამი. კაი, ზაუტაშვილი დავიწყოთ, იმიტომ რომ ზაუტაშვილი აღარ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრი, რაც პირადად ძალიან მომწონს, აღარც 64-ის ვაშლები მიყავს. 64-ის ვაშლები პირადად ძალიან მომწონს, ეხლა უნდა პირველად ცხოვრებაში თქვა და თუ მომიხდება ეს ფრაზა, მე არ მინდა ჩემი გადახდილი გადასახადი ამ გადაცემას რომ მოხმარდეს. არ მიხდება, ხო? კი ბატონო, მაგრამ სადღაც ყოვა თავისი ადგილი პირველზე კი ბატონო, აი გაუშვათ. საზოგადოების პასუხი უნდა იყოს აუცილებლად ძალიან მომთხოვნი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს პირობა უნდა შეიცვალოს ეს არის გამორიცხული ამბავი ეს ნიშნავს რომ ჩვენ საერთოდ უნდა დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ ამ ქვეყნიდან იმიტომ რომ არავინ აბსოლუტურად არავინ არ იქნება ვინც ჩვენკე გამოიქცევა და დახმარების ხელს გამოგიწვევს მე ამ შემთხვევაში ზუსტად მედიას გულისხმობ და იმ პოლიციელებსაც მინდა მივმართო ვინც დღეს იწყებს ამ გზას მე მინდა თქვენ იცოდეთ ერთი რა რომ პოლიციელსაც შეიძლება დაჭირდეს მედია პოლიტიკოსაც შეიძლება დაჭირდეს მედია შეიძლება დაჭირდეს აბსოლუტურად ყველა ადამიანს ამაზეც იფიქრეთ აუცილებლად რას ნიშნავს მედია დასჭირდეს ადამიანს აი სისტემაზე გაბრაზდეს წავიდეს და იჩივლოს სადღაც კონდეს საჩივლელი იჩივლოს ესე იგი იმაში ანუ მედია ოპოზიციურად განწყობილ არაპირველადი დანიშნულებით ინფორმაციის და ანალიზის არამედ დანოსებისთვის ხო და პირდაპირ თქვენს რომ ჩვენ ვართ სივრცე სადაც შეგიძლიათ სისტემა ხო სისტემაზე რამე მოყვეთ გლახას აქციელი გააკეთოთ აგერ სივრცე აგერ პასტა ფურცელი შენ არა ვართ ის სივრცე რომელიც მოგიყვებათ ახალ ამბავს სიმართლეს სიმართლის მაგვარს ანალიზზე ხო საერთოდ არის ლაპარაკი გასაგებია მისაღებია გავიმოწოს ხო ის ნარატივს შევარცელდა მაგრამ ჩვენ მოგვიწევს მაშინ წავიდეთ ვის რა შეჭირდება ეს ხალხი სადმე რო წავიდნენ რატო ექიმები და ინჟინრები ახალი ტალღა ექიმების და ინჟინრების ჩადის ევროპაში Channel 4-ზე გამომზადებენ ახლა ეგრევე იმას ეგ ხო იცი ექიმების და ინჟინრების ახალი ტალღა მოდის ვიცა იმიგრაციო იმაზე რა ქვია ტალღაზე რო ამბობენ ხოლმე პოლონელი ის იყო რა ქვია ევროსკეპტიკი არის პოლიტიკოსი რომელიც ანტისაიმიგრაციო რიტორიკით გამოირჩევა და აფრიკული ქვეყნებიდან ემიგრირებულ ადამიანებს დაარქვა ეს რომ ჩვენ არ გვჭირდება თქვენი მედიკები და ინჟინრები ყავდეთ თქვენ სხვაჩორს ესენიც პარაზიტები იქნებიან საიმიგრაციო მიმართულებით ტექნოლოგიას ესენი ვერ ქმნიან აზრი ამათ ესენი არიან შიდა მოღალატე აგენტები კარგი და ეხლა ლაშა ბუღაძე ვის რა სჭირდება ან ამერიკაში ან ტანზანიაში ან მადაგასკარზე ბუღაძეს დანოსები უწერია ხო იქ სადაც ევროკომისიას თუ სად იყო საწა კი ნაწერალა პოლონეთზე აუცილებლად თქვა რომ გაიმარჯვა ევრომოსკეპტიკოსო პირმა ლიბერალმა ვერ გაიმარჯვა ეს პირი არის LGBT-ის ცალსახად კონსერვატორი LGBT თემის წინააღმდეგ არის უკრაინის დახმარების და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი და რაც თავარია მაგას ეძახიან აი რა ქვია რისხვას ემიგრანტებს კი ბატონო და რა თქმა უნდა ორბანის მოკავშირეა და ფიცოსი გაუშვათ სამადაშვილი ამიტომ ამბობთ ჩვენ სწორედ, რომ ხომ არ არის დრო ვიმსჯელოთ, რომ ჩვენ ის კი არ გავაკეთოთ, რასაც ელოდება რეჟიმი, არამედ საწინააღმდეგო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთიანი ფრონტით ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ ერთხელ ამბობ, იქ დაზიანება რეჟიმი, სადაც ის არის. რამდენად შეძლებ დაზიანებას, ესეც სამსჯელოა, კი ბატონო, მადლობა, სალომე სამადაშვილი. ესე ზოგადად მაშინ შეიძლება თქვა, რომ არაფერს აზრი არ აქვს და არ ვიცი, მე ზუსტად ის მოკალავება, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აქვს აზრი. ბრძოლას ყოველთვის ჩვენ ჯერ არ ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი და ბრძოლას ყოველთვის აზრი არის სასოწარკვეთილი გააჩერეთ. სასოწარკვეთილი პირების განცხადება და ეხლა რაც თავარია პარლამენტში ატვა შევიდნენ მაშინ თუ შიგნიდან ბრძოლას მათთვის ხო არ არის დრო რომ ვიმჯელოთ რომ ჩვენ ის კი არ გავაკეთოთ რასაც ელოდება რეჟიმი არამედ საწინააღმდეგო და თქვენგან ველოდებით აი უყურე თქვენგან ველოდებით ისტორიულად თქვენგან ველოდებით აბსოლუტურ სისულელეს აი 10 არჩევანი თუა ყველაზე სულელურს გააკეთებს და ეგრეთ უძღვრის აბსოლუტური იდიოტიზმი არის არ შეხვიდე პარლამენტში და მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ თანამშრომლები რეჟიმს ადგილობრივ არჩევნებზე შეუძლია ვიღებ მონაწილეობას იმიტომ რომ შიგნიდან ვიბრძოლა აბსოლუტური იდიოტიზმი ხო და რა ახსნა აქ მაგას მე გითხარი ხო და აი გაფსკერია დავალება მიიღეს ამათმა ესეთი იმათმა ისეთი
რომ ოპოზიციაში იყოს დივერსიფიკაცია. ანუ ორი deep state-იაო რა. არა, ორი დავალება. დივერსიფიცირებული არის საკითხები. საინტერესოა. რომ სრულად ერთად კი არ შეგროვდეს წელი ოპოზიცია და ბოიკოტში კი არ იყოს. აგერ ნაწილი თან ზუსტად ეგრე იყო ორი და ორი იქნება რა. ორი უყურე. შენ ამბობ ორი წადით ამ გზით, ორი წადით ამ გზით იქნებ ამ უკვე დივერსიფიცირებული ცალსალკე გაშლილ კონტექსტმა რაღაცა შედეგი გამოვა. იმდენად არალოგიკურია მათი ქმედება და ფუნქციონირების მექანიზმი, რომ მე ბაჭოს ლოგიკას ვეთანხმებ. არის ორი დანაღმული გზა და უშვებ რომ ხო ნახე ორივე არის დანაღმული. ან იცი რომ აქედან ერთ-ერთი უეჭველი დანაღმულია. 4 კაცი რო იქ გაუშვა, ნუ დიდი საფრთხე, ამიტომ დივერსიფიკაციას მოახდინე. რა არის დივერსიფიკაცია? ერთ საკითხი ღალატის დივერსიფიკაცია. 4-ვე აგენტურა, კარგი. 4-ვემ რატო თქვა უარი პარლამენტში შესვლაზე? თუ ასეა. ორი შესულიყო და ორი არ შესული. მაგას აგიხსნი ძალიან მარტივად. მაშინ ესე იგი როდესაც კულმინაციური პროცესი იყო გარკვეულწილად და კლიმაქსისკენ მიდიოდა ყველაფერი რომ და მართლა ჰქონდა პატრონებს deep state-ის არ ნამდვილად რომ შიდა რევოლუციას მოახდინებდა შესაბამისად მაშინ ჭირდებოდა კონსოლიდაცია და გაერთიანება რომ ყველას ერთხმად ეთქვა რომ არჩევნები გაყალბდა ეხლა ნახე ორი ოპოზიციური პარტია ამბობს რომ არჩევნები არ გაყალბებულა ხო აღარ არის იმდენად დამაჯერებელი ეხლა ხო იგივეს ამბობენ ორი რომელიც მიიღებს არა ეხლა ნახეს რომ არჩევნები რო გაყალბდა მაგას რომ ვამბობთო ხალხი არ გვიჯერებსო და მოდი კაც შევეშვათ უყურე ორი თუ ამბობს რომ არჩევნები არ გაყალბდა რადგან მივდივართ ადგილობრივი არჩევნების გზით იმ ორს ძალა ხო ეცლება იდიოტებად გამოდიან ეს ენც იდიოტები არიან რა თქმა უნდა ის ორი ხო იდიოტებად მაგრამ სამაგეროდ იმათი ხმები შეიძლება აკუმულირდეს ამათში რაღაც ხრივ არ არის ლოგიკა კაი ნუ გასაგებია დიამეტრეველი ვინ არის დიამეტრეველი არ ვიცი ნამდვილად ვინ არის დიამეტრეველი დია ლელოს თეორია დია აბა გაუშვით მაინტერესებს ვინ და ვაფშე გაუშვით ჩვენი პოლიტპატიმრები აი რა მუხლებით, რა სასჯელებით, ესე იგი სხედან ციხეში და რა ადამიანები არიან. წაიკითხეთ მათი წერილები, წაიკითხეთ მათი განცხადებები, ან როგორ აზროვნებენ, ან როგორ შინაარსიან შეფასებებს აკეთებენ. სამი ამბავია რა, გააჩერეთ რა. სამი წერილი მაქვს ციხიდან წაკითხული. პროფუნდის ეს არის ოსკარ უაილდის. შემდეგ სერვანტესის გრამშის ციხის სანაწერები. სერვანტესის დონ კიხოტია ციხეში დაწერილი და ზაპისკი მერტოვა დომა დოსტოევსკის და გრამშის დავა ამას ყველაფერს ჯობია ლაზარეს რა რაღაცა ეგზისტენციური ჩანაწერები კაფია ჩიტებთან არა ჩიტებს არ როგორ კლავდა ჩიტებს ხო რა ჩანაწერები რა სისულელე ტიპების გადაკეტილში სხედან და ლაზარე რომ იფხარენ ერთად სხვა შორის ძალიან კონცეპტუალური რამ და ისეთი ხატმწერი ლაზარემ თქვა რომ ციხეში იყო ცუდი მუსიკა, არც ისე კაი მუსიკის არჩევანი არა არჩევანი. მაცადე ერთ წუთი იყო თურმე ტენდერში ლოგებული ქონდა ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც თქვათ არ ქონდა რაღაცა საკვები. ბაუნტი, უშაქრო ბაუნტი ან რაღაცეები. ჰერშის ხო, რაღაცები. მეგონი იოგურტზე იყო. ხო, რაღაცები არ ქონდა. მეტი პრობლემა ციხეს არ ქონია ლაზარეს თქმით, როგორც იცი არის არ უნდა დაგვაუწყდეს იმიტომ რომ ეს ცოცხალი მეხსიერების ნაწილი ყოველთვის უნდა გავიხსენოთ რომ მანამდე არათუ მუსიკა და რაიმე არჩევანი მარკეტში არამედ სიკვდილსიცოცხლის საკითხი იყო ან გამოხვიდეთ ცოცხალი ან არა და უფრო მეტი შანსი იყო რომ ვერ გამოსულიყავი და ჯანმრთელობა შერყეული ხონში მიშას პერიოდის ციხეები დაათვალიერეს ვიდეოები დადეს და ნუ ყველა ნახა ხო რა ტიპის სასჯელ ახსოვებთ სისტემაზე არის საუბარი ერთი არის მანდრო ბიჭო ანუ იქ საზიზღრე და საშინელება რაც არის როგორც ინტერიერი და სივრცე ცალკე მართლა საწამებელი და ტერორის ადგილი და მეორე ბიჭო მაგას რო ემატება რომ შიგნით კიდე გაწამება ერთი მაქსიურცეში გამყოფენ და მეორე რომ მე პრეზერვატუ ჩამოწვო დუბინკით მოდის ბადრაგი და გაუპატიურებელს ერთ ამის დავამატებ არ უნდა დაენგრიათ, მაგრამ ალბათ სასწრაფოდ დაანგრიეს, იმიტომ რომ მოწმე და დიდკიცება არ ყოფილიყო კრიტი და მეხუთე. არ უნდა დაენგრიათ ეგრეთ წოდებული გუბერსკის ციხე. ეს ციხე რო ეხლა ყოფილიყო, მართალია ვიდეოც შენარჩუნებულია და ყველაფერი, მაგრამ
ეს იყო განსაკუთრებული წამების თვითონ იქ მოხვედრა. იყო განსაკუთრებული წამება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო სრულად პრიმიტიული, ძალიან ვულგარული და არაადამიანური წამება. ყველა წამება, რა თქმა უნდა, რომ არაადამიანურია. და სხვა შორის ეს არის, რა ვქვია, ერთადერთი მე მგონი ადამიანის უფლება არის წამება, იმიტომ რომ ყოველთვის დაუშვებელია და სიტყვა შეიძლება უფლება არ არის აბსოლუტური. არ აქვს საჯელს ვადის გასვლის ვადა. იმიტომ რომ დანაშაულს არ აქვს საჯელის ვადის გასვლა. აბსოლუტური არის ეს უფლება. არა, ეს როგორ არის ძირო. თუმცა არსებობდა შუა საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე რაღაცა წლისწვეთით წამება ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, სხვა შორის ანარქისტები, ფაშისტებს როგორ აწამებდნენ. ემინემით წამებაც არსებობდა. ის იყო, რა ქვია, დამრეცი საწოლები იყო და რო გეძინებოდა, თქვათ, ვერიძებით ჩამოვარდებოდი და რაღაცები და აქ იყო ღირსების, ესე იგი, ფუნდამენტური შევახვა, მისი მერე ასახვა კამერაზე, ადამიანის, ესე იგი, ჯანმრთელობის სრული მოსპობა, ჰეპატიტის გამოიყენებოდა როგორც ბიოლოგიური იარაღი და ესენი იყვნენ ჩვეულებრივი მანიაკები. თაკო ჩარკვიანი გავუშვით. სასაცილოა ხალხო. სასაცილო. თბილისი კი არა, მაგარ ბინები ნუ წაართვა თბილისელებს, კაცო, თორე თბილისი როგორ დაარქვეს ხაზარაძე კაცო. მაგარ შეუძლია თბილისელებისთვის ბინების წართმევა. სახლების. თბილისის არჩევნების წართმევა არავის არ შეუძლია, თუ კი ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მიწაცებულია ეს არჩევნები. ვერ გავიგე კარგად ბოდიში. თუ ესე იგი წინა აი ეს ვერ გავიგე ბოლო. მიტაცებული იყო და მაგაში დარწმუნებულები ვართ. ესე იგი ამ არჩევნებსაც მიიტაცებენ და შესაბამისად ვერავინ ვერ წაართმევს ქართველებს თბილისში. და ხაზარაძეზე განსაკუთრებით ბატონო ყოჩაღდა. ხაზარაძეზე განსაკუთრებით სპეცო აღნიშნა. კი, ალბათ კითხვა იყო ხაზარაძეზე, თუ ხაზარაძე თქვა უნდა წავართვა და შევდივართ, მაგრამ ისიო და მაგას გამოსახლების მეტი წართმევა არ შეუძლია არაფერიოდი, კი. ნიკუტა გამოვიდა და მიაკუკა ლელოს. და აგერ წითლით ღირსეულ პატიმრევ ეგ შენ ხო სენსიტიური თემა ღირსეულად ზიანო. ვინ ზის ბიჭო ღირსეულო? მელიაო და ზურაგირჩი. ეგენი ხალხო არ შედან რა ძაღლის ხმა გამოვიდა. გადაკეტილებულია შეულებრივი. ანი წითლიძე გახარიას ებრძვის, მაგრამ ხაზარაძეს მაინც ინდობს. აი გავშვით წითლიძე. ორი ვარიანტი არის რეალურად. პირველი რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ადამიანები, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის გამარჯვებაზე ამბობს, რომ რაღაცის წართვა შეიძლება, ზუსტად ისიც რომ ეს ასე არ არის და რატომ გონია რატო ამბობენ ამას. ორი მნიშვნელოვანი რაღაცა არის. პირველი ის რომ ეს არის რაღაცა არ დაკავების სანაცვლოდ გარიგება და მე ნამდვილად ამგონია რომ ლელო ამაში მონაწილეობს, შემიძლია პირდაპირ თქვა. ნამდვილად გახარია. ნუ რაღაცის ფასად ხო რაღაცა კეთდება, ისე ხო არ კეთდება, ხო? ჯორჯორობის პროცესი ამას ანახავს. გასაგებია. მე ამგონია ნამდვილად ლელო. ლელოს იცავს და გახარიას უტევს და რატო არის ორივე მათი აზრით ნაძრილობა შვება, როცა მონაწილეობს არჩევნებში. ხაბემ ხაბოზები არიანო. ხაბემ კი, ხაბემ ის თქვა თავს მოვაჭამა წულუკიანს. აჰა. კარგი, განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაპყრო ვიზიტზე, რომელიც შედგა ევროკავშირში, ევროპაში, ეს არის ბუღაძე და ეს ყორშია, ხო? ეგრე იყო, ბუღაძე და ყორში ჩასული. კი ბატონო, გვაქვს ჩვენ გვაქვს რამე ვიდეო თუ შემოვიფარგლოთ იმითი, რა ქვია? ფოტოთი, ხო. ხო, ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანები ჩავიდნენ და სისულელეები მოჩმახეს. რა თქმა უნდა, ბოზობენ პიჯაკებშიო. რა თქმა უნდა, პიჯაკები. ხო, ეგ საერთოდ ძალიან მაგარი იყო. პიჯაკის ჩაცმა, უცხოეთში წასვლისას პიჯაკის ჩაცმა. ეს არის აი სადღაც პროვინციაში ადამიანი ხარ და სადღაც რო ჩადიხარ. არა, თბილისში რო ჩადიხარ. და უკვე კამპანიაში ვარ დაპატიჟებული და უკვე ხო და არა, თბილისში ოღონდ საავადმყოფოში რომ მიდიხარ და უკვე პიჯაკი და დავისი. შენ ასენე ბოზობა. ან გასვენებაში. ხო, რეალურად მაგაშიც ხო აფერისტები არ ბოზობაშიც კი თყვანები არიან. იმიტომ რომ ტყუილს ბოზობა ბიჭო თავარი. ხო, აბა რა. ქვეყნის საწინააღმდეგო კი ბატონო მაგას შვებიან, მაგრამ მაგასაც ცრუ შინაარსი დაკეთებენ. ხო, ესე იგი. არა, სიმულაკრია მათი ბოზობა. მოძებნით, მაგრამ თავისთავად ესეთი ტიპაჟების შერჩევა, როგორ ეს ხო ჩვენ არ შევარჩიეთ ქართველებმა, ქართულმა იდიოტებმაც არ შეარჩიეს. ეს მოხდა კასტინგი მოხდა ევროდებილებში, იქაურ ევროდებილებში. აგერ ამას ჩავიგდეს ვიდეო. ევროდებილებში.
ხო, ევროდებილებში მოხდა კასტინგი, მეგობრებო და ეს კასტინგი რატომღაც აარჩიეს ყოლშია და ეს ის, აი შეგიძლიათ ჩვენ ნახოთ ამ პრინციპში როგორ ბაზრობს ეგავშით პარლამენტის წევრებო ძვირფასო სტუმრებო და მასპინძლებო მოგესალმებით ყველას ვისაც საქართველოზე გული შესწირდა მე ვარ ბექა ყორშია ჟურნალისტი საქართველოდან ვამბობ ჟურნალისტ და გულისმობ ადამიანს რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ შეიძლება ბევრი რამის რომლებმაც არა მხოლოდ თავისი შვილები არამედ გაზარდეს არაბულად კითხულობ არაბულად ლაპარაკობ განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა ხმამა მინდა ისეთივე ხმამა გლავთქვა როგორ მისი სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარული. კაი, მოკლედ, აი დავიწყოთ ერთი და დავამთავროთ ერთი. მზია ამაღლობელი კი არა, რა გვარია? ამაღლობელი. ამაღლობელი. მზია ამაღლობელი. მზე ამაღლებული. მზია, აი სალამური კეთდება შინდის რტოსგან, ხო? კარაკი მზადდება რძისგან. არ გამოდის მზია ამაღლობელისგან მაიაწყლეთელი. არ შეიძლება. ა? ონისესგან. ხო, აი ონისესგან. აი მაგალითად კრახი ხო განიცადა, ეხლა ვახსენეთ ეს თვალებხატულა ბიჭი ლაზარე. ლაზარესგან არაფერი არ გამოვიდა. და თათია ფრაიმაშვილისგან არ გამოდის. თათია რომელიც ორი კვირით არის სადღაც სასული. არა, მაიაწყლეთელი არ გამოდის. არც მაგიდან არ გამოდის, თუმცა ძალიან კარგად უხდება როლს, ხო? არ გამოდის. ჩვენ გაცილებით კი არა, შეუდარებლად მაგარი ქალები ყავს. მიშასთან ბრძოლის დროს უფრო მაგრები იყვნენ და მეცაც გეტყვით. თუ ვინმე არის აქტივისტი, აი დინოზავრი რო არის ის ქალი, მეგი გოცირიძე. მეგი გოცირიძე უფრო მაგარი იქნება, როგორც მე ბრძოლი ერთეულში. ტანკია რა თქმა უნდა. ხო, ისე სხვა ჩვენს ევროპარლამენტზე რო ევროპარლამენტი დღეს და ამას ევროპაში ყველა თავმოყარე ვთქვათ ინტელექტუალი და საშუალო სტატისტიკური ევროპელი ამას აღნიშნავს, რომ ეს არ არის ევროპის ვთქვათ რეპრეზენტაციული ორგანო, ეს არის ყველაზე კორუმპირებული და ძალიან დაბალი დონის ინსტიტუცია. რომელსაც თუ ბაყუს გაუმაზა ყველაფერზე მოვაწერენ ხელს ამის დასტურია რომ ესე კეზერაშვილზე 309 პარლამენტარმა ხელი მოვაწერა რომ ეს არის რა ქვია მედია პერსონა რომელიც იდევნებაო და მიშა პოლიტპატიმარიაო ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ იქ არის ესე იგი ელიტარული დიქტატურა როგორც ორბანმა განაცხადა და იქ ურსულა ფონ დერ ლაიენი იღებს ერთმნიშვნელოვან და ძალიან ცალსახად თავის ისეთ გადაწყვეტილებებს, სადაც განსხვავებული აზრი არ არის ამხილებული კორუფციაში და ეს ყველაფერი არის deep state-ის ძალიან მარტივ ენაზე რა ვთქვათ ევროპული რედაქცია, ევროპული ვთქვათ ოფისი, სადაც მიიღება ის კანონები, რაც სურთ ვთქვათ ამერიკაში გარკვეულ ადმინისტრაციას და ტიპებს. აი ამერიკაში რო წავყვეთ ყველაფერს პოლიციელზე ხელის დარტყმა არ ვიცი კადრებით მაინც ნახი სროლით ისჭება და ამაზე ფილმები არის გადაღებული რეალურ ცხოვრებაზე რეალურ ესე იგი ფაქტებზე დაფუძნებული ვიდეოები და შემდეგ ფილმები მიუძღვნეს რეალურ ფაქტებზე და რეალურ ანუ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე სადაც ვიღაცამ რო სავარცხელი ამოიღო გარტყმა გაიწია უბრალოდ რა თქმა უნდა და გარტყმაზე ნუ არ ვიცი ეგ არის პირდაპირ ამერიკა ამბობს რომ პოლიციელზე ხელის გარტყმა არის სახელმწიფოზე ხელის გარტყმა არა სროლით ისჯება არა პირდაპირ ეს ამბობენ ანუ იქ სიმბოლური ინტერაქცია ეგეთია რა რომ პოლიციელზე ხელის გარტყმა არის იმაზე ხელის გარტყმა რა მიხვდი სკოლაში ასწავლიან ყველა სკოლაში ამერიკაში ეს ვიცით ასწავლიან როგორ უნდა მოიქცე პოლიციელთან მიმართებაში ანუ იქ აგრესიული საუბარი შეურაცხყოფა და აგრესიული მოქმედება რომელიც გამოიხატება მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმაში აი მანქანას რო აჩერებენ რომ გადმოვიდეს მანქანიდან შეიძლება გესროლოს არა თუ გესროლოს შენი ძაღლი რო ზედმეტად ყებდეს მაგ დროს ძაღლს გიკლავენ როცა შეუძლიათ რო არ მოკლა მაგ მომენტში არა იმ დროს როცა თავს ესმის ნაცმედიას როდესაც მას მოუწოდეს მთელი რიგი ახალი კანონის პუნქტების დაცვა როდესაც ისინი ამბობენ რომ რეჟიმი, დიქტატურა და ასე შემდეგ. აი, მერაბ მეტრეველი გაუშვათ და აუხსნი რა შესაქმე, გაუშვით მერაბ მეტრეველი. მერაბია.
სანამ თუნდაც ფორმალურად ისინი იმედს პოსტივის არ აუკრძალავენ პროპაგანდას, რომელიც ამ კანონით აკრძალულია, არ აუკრძალავენ ოპოზიციური პარტიების გაშავებას, რომელიც ამ კანონით აკრძალულია, მანამდე ჩვენ გვექნება სრული უფლება გავაკეთოთ შეფასება. გააჩერეთ. ეხლა განმარტება გავაკეთო, ძალიან მნიშვნელოვანი. ნარინჯისფერი იყო. ადგილი გვაქვს манипуляციას. ესე იგი, ახალი კანონით მართლაც საინფორმაციო გამოშვებებში, რომელიცაც საკუთარი აზრის გამოხატვა ძალიან მკაცრ ჟურნალისტის და წამყვანის საკუთარი აზრის გამოხატვა მკაცრ რეგულაციაში ექცევა BBC-ს არ იყოს, იქ მართლაც არ შეიძლება აი პროპაგანდის გაწევა. არ შეიძლება. ხოლო რაც შეეხება ჩვენაერ გადაცემას, სპეციალურად უყურებდი კანონს და როგორ იღებდნენ ესეც დაფიქსირდა. საავტორო გადაცემებში, რომელიც უხვად არის მათ არხებზე და ჩვენთანაც, შეიძლება რომ სხვა გადაცემა საავტოროა, შენი აზრის გამოხატვა. ან ტაბლიაშვილი რომ გამოვადა თავის მორიგ იდიოტობას რო ითქვის, მაგის გამო არ დაჯერა. ხოლო ნიუსში რო იტყვია რომ რეჟიმი ჩამოახჩო, ეგრეთ წოდებული პარლამენტის დეპუტატი. კი ბატონო, ოლიგარქის დეპუტატი, საინფორმაციო გამოშვებაში ეს აკრძალულია. განსხვავება უნდა მიხვდეთ და ეს კიდევ არის манипуляция, იმიტომ რომ გასაგებია რატომაც. ვალერი გელბახია. ბიჭო, სალომე ზურაბიშვილის ვიდეო არის, რაღაც რომელიც არ მინახავს, მაგრამ ისეთ კაი დასთავრება ChatGPT-ზე ლაპარაკობს და. გვა? ის გაშვება. არა, დებილობა. საინტერესოა. გაუშვა? სალომე. ChatGPT-ს ვეკითხები, ავტორიტარული რეჟიმების მარცხი როგორიაო და შიგნიდან იწყებან გრევაო. ჩატიკო არის ჩემი თავარი. გაუცნაურია ფოტოშოპში კითხვა თქონდა რომ ChatGPT-ს თუ იყენებთ და ბოლოს რა კითხვა. ჟურნალისტი რა მაგარია. ამაზე საუბარი. აუცარი. მეგობრებო, ერთ ამას შეგახსენებთ, მაგრამ გაგეცინებათ. ამერიკული კომიკოსი როარი, ბუჩქთან როზის. ზაგალიანაკას. ისეთ გაცემა არ არის, ხა სადღაც ხარი, მაგრამ დაახლოებით კალიბრი კაცია. კი. ობამას რო ეუბნება, რომ ვის ბალანსშიკობდითო თქვენო ოლიმპიადაზე. ვაფშე ობამას ამერიკის პრეზიდენტი და ვაფშე ობამას ის რა ვქე кейსი ძალიან მაგარია, იმიტომ რომ პრეზიდენტს ხო არ აქვს უფლება რომ სხვა სტუდიაში ჩაწეროს გადაცემა და იქ მოუწყოს, მაგრამ იწყება თითქოს ამის სტუდიაში ამისული და მერე იშლება და პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი არა სასახლეში არის და ეს პროფეტსაც ხო და დაახლოებით აბა გავუშვით იგივე კარტინკა, რა თქმა უნდა ეს ქალი ძალიან ჩამორჩება. გავუშვით როგორ თავდება არა, იმას უნდა რომ კაი გადაცემა სასაცილო იყოს და ამათ შემთხვევით ბორატი არის ეს რა. ხო, ბორატი არის. ანალიზი მთელი ბორატიც არ არის. და წავიდა დაიწყო როგორც იცის და დაიწყო რომიდან და მოყოლებული ჰიტლერამდე მუსოლინი და რაღაცა და მთავარი მისი დასკვნა იყო რომ ეს რეჟიმები და ესეც ჩვენ ვიცით ციხე შიგიდან ტყდება. ანუ გარეთ უნდა შეუქმნა ეს პირობები და მე მგონი რომ გასაგებია. რასაც აკეთებს. მაგრამ განსაკუთრებით გიტლერის რეჟიმი გატყდა ციხის შიგნიდან. გიტლერის რეჟიმი. უნდა იყოს ეს. საბჭოთა არმიას და ამერიკელებს და ინგლისელებს გააჩერეთ. მაგრამ იცის ისტორია. ციხი გიტლერის რეჟიმი თურმე შიგნიდან გატყდა რა. ბოლოს სანამ ბოლო დღეს ყველამ თავი არ მოიკლა, მანამდე იბრძოდნენ ფანატიკოსები და სანამ რუსებმა მე მგონი ინგლორიოს ბასტერდის მიხედვით უყურებს ნაციზმის ისტორიას. ბაგის მიხედვით შიგნიდან გატყდა კი. ასლანდამ გატეხა რეჟიმი. ანუ გიტლერის რეჟიმი შიგნიდან გატყდა. სააგო. ვალერი გელბახიანი. ნუ ერთი კალიბრის ინტელექტუალები არიან ორივე. ეს უბრალოდ ბოლომდე. და ეტალონი გახდა ის თუ ფული გაქვს ხარ საზოგადოების თვალსაჩინო მოყვა თუ წესიერი ადამიანი ხარ და არატყუეს ვინეს არიპარავ არ ზარცო ეს ადამიანები არიან მესამე მეოთხე ხარისხოვანი საფეხურის ადამიანები ასე გაუფასურდა ღირსებები ხო ამიტომ როდესაც ირყუნება საზოგადოება ხელისუფლების მეშვეობით სათავეში ყარ დანიის სამეფოში კი არა აქ ყარს ხელისუფლების სათავეში ლიტერატურული ალუზია იყო. რაზე იყო კონტექსტუალურად ვერ გავარჩიე, მაგრამ უნდა რა. ფული უნდა. ავყროლდე მეც მინდა. ძალიან მარტივად კარგი. მეც მინდა რომ ავყროლდე. იმენა ფული მინდა. კიდე გვაქვს ვალერი გელბახიანი. აბა რამ გამოიწვია ესეც სიუხვე. ბაბკი. და ვახო კუზმიაშვილთან რო იყო ეგ არ გვაქვს და ეგ ახალი არ არის თუ ძველია.
ვალერი გელბახიანი იყო. ამ ბოლო დროს არ ყოფილა ბატონი ვალერთან და ძალიან ვალერი დიდი რუდი. არა, მე ხა მომიგდო და მე მგონი ძველი არის. ვახო ძალიან მაგარი კითხვას უსვავს, რომ თქვენ არ თქვით, რომ მიშა სააკაშვილმა ბატონი ზურაბ ჟორნია იმით, რა ქვია, საფერფლით მოკლა. საფერფლით მოკლა. ეს აბაზრებდა თუ რა. არა, მე ბადრის პოსტალიონი ვიყავიო. ბადრი თქვა და მე გავაბაზრე. მერე დარკაცია წმინდა ხელი. დარკაცია წმინდა ხელი. არა იცი, სპარტაშორის მასე ძველი გამონათქმულების გადასვაფერებაში გუბაზი როა ისეთი არავინ არა. ამან თქვა რომ იმეო პოსტალიონი ვიყავიო. გუბაზი არის ძალიან მაგარი. ვისია კოსოვო? ეგ იყო ყველაზე მაგარი ვიდეო რა. ან ესენი რა, ვაფშე რა არ აინტერესებს. ვისია კოსოვო მე. და ინგამ ვაფშე კოსოვო რა არის? კოსოვო სად არის კი არა? კოსოვოს თემა ვაფშე. კოსოვო რა არის? პოლიტიკური კონტექსტი ვაფშე არ იცის. ანუ იქ გონია რაღაცა. სერბების დიდგორი რო არის კოსოვოს და ტუციზების ომი. სერბების დიდგორი რო არის კოსოვო არ იცის. ისე მართლა რა უქნეს სერბებს, მაგის დედავატირე რა. აბა ძალიან ცუდი რამე გაუკეთეს და კოსოვოს პრეცედენტებას უკეთებენ. კოსოვოს პრეცედენტიდან დაიწყო ყველაფერი. სერბეთში NGO და ამერიკული რბილი ძალა იგივეა, რაც არ ვიცი რა შევადარო ვიეტნამში ამერიკული, მაგრამ იქ ვიეტნამში შედიან. შედიან, მაგრა არის. აი მონღოლეთის NGO-ზე რომ ლაპარაკობდით, ხო იცი, იქ რო იყოდნენ. არიან კიდე. იქაც იქნებიან, ხო, აი ვერ შეადარებ. მონღოლეთი ეწინააღმდეგოა ჩინეთს და ამერიკასთან ალაგებს ურთიერთობას. იცი ეგა? ჩინეთის წინააღმდეგ მონღოლები და ჩინელები კონტრაში არიან ერთმანეთთან. არა, ბევრია ეს შავიჭირი ბევრგან შევიდა. აი ვერ შეადარებ რა სერბეთში ამერიკული რბილი ძალა. თან სერბები მაგარი დასტოენი ხალხია, ძალიან. აი იშვიათი ევროპელები არიან, რომლებსაც პატივს უსცემდა მე ვასწრებ. როგორც სპორტსმენები ძალიან მაგრები, ძალიან სპორტული არიან, ძალიან ნიჭიერი, ძალიან ინტელექტუალური ისეთი. კი, ხელოვნებაც მაგარი აქვს, კი ბატონო. გავუშტაბა მეორე ვალერა. როცა დაიწყო მერხეობა შეორნაძის ხელისუფლება, ეს ქანავი ეგრეთ წოდებული. ქანავი ეგრეთ წოდებული. პირად დიალოგი რა მოხდებოდა თუ შეორნაძე წავიდა. ხო და გამოუთხი შიში რომ ამას შეიძლება აჭარასიც მოყოლოდა ცვლილებები და რამ პასუხა იცით? გამორიცხულია რატო გამორიცხულია? იმიტომ რომ მე ფულიც მაქვს, რესურსიც მაქვს, ხალხიც მიჭერს ხარცო, პოლიცია ჩემია, პროკურატურა ჩემია, არმია სანაყოფები ჩემია, როგორ უნდა შემცვალო? მაგრამ ჩვენ დავივიწყებთ უკვე ის როგორ შეცვალეს, ხო? ურიგ რა კარგია, ანუ დღევანდელ ხელისუფლებას გააჩერეთ. დღევანდელ ხელისუფლებას ადარებს შევარნაძის დროინდელ მე აგერს ვარ შევარნაძის რეჟიმის ერთ-ერთი მაგაზე პასუხით ვაგე შეიძლება. ერთ-ერთი დამსხრევი. და მე იმ დღეს ვიყავი ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის დღეს. სპეცნაზელები არ იყვნენ გამხდარი უაზრო კასკებში ჩაცმული ტიპები. და მოღალატეები ყავდა შიგნით. დაცვის უფროსი შევარნაძის, ბევრი სხვა იყვნენ მოღალატეები. და შეუვარდნენ პირდაპირ დარბაზში, როცა პირდაპირ შიდა განათესი ეუბნებოდა რომ იმათ იარაღი ქონდათ, თან ვინ შემოვარდნენ. უნდა ესწროლათ. ღალატი მოხდა ეგ ყველაფერი. ბევრი გინდოდათ ეს ღალატი. აბა მაშინ აგერ ვერ მიიღეთ, ვერ გატეხეთ, არ გამოგივიდათ. და ნუ კაი ხო, ვალერი გელბახიანი ძალიან ისეთი კომენტარი გავაკეთე, ხო? თამარ ჩერგოლეიშვილი, რა მაგრამ ეს გაუშვათ რა დიდია რა არ გინდა. თამარამ რომ დამბლოკა იცით? ეს ძალიან საშინელი ნიუსი გავიგე. თამარას დაუბლოკივა. ჯანგირა გავუშვით. რა გავანაცხანა მე. აი ეხლა თუ ადგილობრივ არჩევნებში ამათ თავი ჩაიჩეხეს და გაიუბედურეს, ანუ ვინც გავა ადგილობრივ არჩევნებში, არ ვიცი ეს მე ძალიან ნერვიულობ ამაზე. არ მიხარია ოპოზიციურ ხელიდან გვეცლება და ვინც გავა ამ ადგილობრივ არჩევნებში, გამოგვეცლება ხელიდან, იმიტომ რომ ეს არ იქნება პასიური ბოიკოტი. ეს იქნება აქტიური ბოიკოტი არჩევნების, ანუ ხალხი ვინც არ მივა ამ არჩევნებში გასწევს პროპაგანდას, რომ არავინ არ მივინ, მე პირადად აი ესეთი ვითარება. ბიჭო, ჩამოყალიბდით თქვენ გააჩერეთ რა. ვერ გავიგე რა, ჩამოყალიბდით რა გინდათ რა. მიიღონ თუ არ მიიღონ რა. ეს ისეთი ცუცვანგი ხო მაგარი ის არის. ჯოამათ უნდა დამხობა და როცა ამდენი ხანი ვერ მივხვდე რომ ვერაფრის დამხობები. თუ დამხობა არ გამოსდით, მაშინ შევიდნენ, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. რა ხდება? იმედი ცოცხლს ადამიანს. რამდენადაც ვიცით, გახარიას იმართი კაცის აღსასრული ახლოვდება, ხო? ისე?
გახარია საპარლამენტო დეპუტაციის 10 კაცის პირველი 10 კაცის. მე უკვე მოახლოვდა. ძალიან ჯერ არ შეუწყვეტიათ? ეს არ მახსოვს. ძალიან მალეა საპროცედურო რამდენიმე დღეში გაყარის 10 კაცს და შემდეგი რახან სი არა აქვს ჩახსნილი, შემდეგი 10 მოვა რა. აი ისინი შევლენ თუ არა, ეგ კიდე საკითხია რა. თუ იმაზე დროის ახლა თავიდან ჩაირთვება, ხო? 6 თვე თავიდან ჩაირთვება. ძალიან ტრაგიკული და სკანდალური ნიუსი შემოგვეწია ამასობაში. ძალიან დიდი ქართველი ლექსენი ამბობს, რომ ამერიკის საელჩომ ვიზა არ მისცა. ესმით? Deep State-ის მსხვერპლია. ანუ ქართველი ემინემი ამერიკაში ვერ იმღერებს. აი ქართველი ემინემი რო უწოდე, შენ ხარ ყველაზე დიდი აბსურდის თქმელი კაცი. ბიჭო, ლექსენს ვიზას როგორ არ აძლევთ? არ გსხვენიათ? მეტი რა უნდა ინაცოს ძმაო? ეს როგორ არის? მაგგვინოს რო ყიდი უკეთეს ასკიდო. ლექსენს ვიზას რო არ აძლევთ, ვისაც ვიზას. კარგი. მოდი აი მოსაპარაცაოა ესო. სალომე ზურაბიშვილი დავასრულო ძალიან მოსაპარაცაოა ესო იფიქრეს. გასარებად. ან რამე კორპუსა ისაიჩევს და გავზამა. წინამდებობის პლატფორმის ერთობლივი და ყველასგან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ. რა არის? და ეს პოზიცია სრულიად უცვლელია. პოზიცია არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მივახციეთ, თუ არ იქნა ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო მივიღებთ მონაწილეობას. რანაირად? ეს არის სტოპ. რანაირად? ვაფშე ვერ გავიგე თქვა. არა, თუ ოქტომბრამდე ვერ მივახციეთ, მაშინ ოქტომბერში ჩავატაროთო. ვინ ჩავატაროს? ალბათ პატაბუჭულაძე. სოტოვებით. არა ეს ასიგიჟე თქვა. მაგარი არჩევნები იქნება. ეს მაგარი სიგიჟე თქვა. თუ ვერ აღწევენ, ესე იგი ვერ აღწევენ. ჩვენ ჩავატაროთო მაშინო რა. შიგნითო, ხო? წერილები. პატარა ურნაგათო გვერდზეო. ტრედს გაატანენ პერგამენტებს. ამდენი ტრედი არ არის საქართველოში. მაშინ ხაბეს. 2 მილიონი ნახევარი ტრედი საქართველოში. ალბათ არის, შეიძლება ან რაღაც ხაბე პირით წაიღებს. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გვიყურებთ. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შეხვდებით ნახვამდის. ხო, მადლობა ყურადღებისთვის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.